მგონია რომ ამ არჩევნების ნორმალიზება რაიმე ფორმით შესაძლებელია ამ ვითარებაში, ამ ავტოკრატიაში, ამიტომ ეგ არის ილუზია, მცდარი მოსაზრება არის, შეიძლება ვიღაცა რაღაც ბევრი რამისთვის მაკრიტიკებდეს, იმიტომ მაკრიტიკებდეს, რომ რაღაც საერთოდ არ მოუწონო ვიზუალურად, აი დაახლოებით ეგ კატეგორია არის. იმიტომ რომ მე ლოგიკა არ არის მაგაში, როგორ შეიძლება ამის ნორმალიზება. ხალხო, ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, შეხედე რამოდენიმე რაღაცა ვთქვათ, ყველა მიმართულებით, ერთ მიმართულებით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც სოციალური უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და საზოგადოების უდიდესი ნაწილი 99% ცხოვრობს სიღარიბეში, ანუ კიდურეს სიღარიბეში. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, რაჭა ლეჩხუმ ქვეყანას სვანეთში 196 ბავშვი დაიბადა ბოლო 6 თვეში და 293 ადამიანი გარდაიცვალა. აი ეგ არის, ოღონდ საერთოდ ჯამურად ეგეთ რაღაცა ხდება ამ ქვეყანაში. ანუ ეს ქვეყანა არის მილევად რეჟიმში, ეს სახელმწიფო არის მილევად რეჟიმში. ეს არის რაღაცა კრონი კაპიტალისტური ოლიგარქია, რომელშიც 1% აკეთებს ყველაფერს და რომელშიც შეხედე როგორი სამართალი არსებობს, რომელშიც ადამიანებს რომლებიც მოწყალოდ პირუტყულად ცემენ, რა ვიცი, პრიმატებივით დარბიან ცენტრალურ გამზირზე, ადამიანებს მოწყალოდ ცემენ, გოგოს ხელს გაარტყავენ, გაშლილს და მე ორ დღეში გამოუშვებენ იმ კაცს და იტყვიან, რომ ის არის, რა ქვია, მომჩივანი არ ყოფილა, ვიდეო არსებობს, როგორ დაარტყა, ოღონდ იგივე ქვეყანაში მზია ამაღლობელი ხელზე ლოყაზე ხელის მოდებისთვის 2 წელი ციხეში ზის. ეს არის ქვეყანა, სადაც რა ვიცი, აი ავტოკრატების ისტორიაც ხო არსებობს. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანი ეხა ციხეში დაიჭირეს, იმიტომ რომ ვიღაცამ ტელევიზორში პოლიტიკური განცხადება მოისმინა და ამ პოლიტიკური განცხადების შინაარსი თამის შეთავაზებად მიიღო. ეგეთი აბსურდი ბელორუსში არ ხდება. ამ გარემოს რამდენიც შეეფერება თქვენი საარჩევნო კამპანიის სულისკვეთება. მივალ თუ გინდა მაგრამ ეს საინტერესოა, ეს არის ქვეყანა, რომელშიც შეხედე არის ტრადიციული საარჩევნო კამპანია, რომელიც წინა წლებშიც მსგავსი გვინახავს, ხო? ფლერების დარიგება, კანდიდატის ყოველს შეფერება, იღიმის რაღაც ქალაქის რაღაც უფრო სამეურნეო პრობლემებზე საუბრება. ნუ თვითმმართველობის არჩევნებია გასაგები. ტონით ძალიან ტრადიციული, აი რატო აირჩიეთ ეს ტონი? გულწრფელად მაინტერესებს რაღაც თავის შინაარსით და საარჩევნო კამპანიის ფორმები არის რაღაცა ესეთი მოვლენა ტრადიციული. არა, ნორმალიზებაზე როცა საუბრობთ, მაგას ედუნებს ეს საკითხი და ამიტომ გამგონია რომ ეგ რამე კავშირში არის პოლიტიკურ ნორმალიზებასთან ამ ჯოჯოხეთის, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ის რომ კამპანიას ატარებ და ცდილობ რომ ბევრმა ადამიანმა დაინახოს შენი გზავნილი, რაც გაქვს მისდევთ. გზავნილი ძალიან მარტივია, შეხედე გზავნილი არის ამ კამპანიის მთავარი გზავნილი ჩვენთვის რა არის? ის რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები და ეს ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. რას ნიშნავს ეს გზავნილი? პირველი ნიშნავს იმას, რომ ის რომ ამ წინააღმდეგობაში ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული და ამ წინააღმდეგობამ უნდა მოიკრიბოს ზალა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციით და მანიფესტაციით, რომელიც რუსთაველზე, ოღონდ წინააღმდეგობა შიშზე ლაპარაკობდით ხო ქალბატონებთან და შიშის დაძლევა ამ ქვეყანაში არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. ადამიანებმა თავის ქალაქებში და სოფლებში და საქართველოს რეგიონებში ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარება შიში უნდა დაძლიონ და ამ შიშს დაძლევენ მაშინ ერთის მხრივ, მაშინ როდესაც ხედავენ რომ მათ ისი ბრძვიან და მეორეს მხრივ მაშინ როდესაც პოლიტიკური სპექტრი ლაპარაკობს მათ შორის მათ პრობლემებზე და მათ პრობლემის ძირზე ელაპარაკება. ძირი რა თქმა უნდა ის არის, ეს არის ოლიგარქიული რუსული სისტემა, რომელიც ამ ქვეყანას მის ისტორიულ არჩევნებს აკარგვინებს. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები რაღაცა ასაკის შემდეგ ირჩევენ, როდესაც პენსიაზე გადიან, პირდაპირ თქვათ, ირჩევენ საკვებსა და მედიკამენტებს შორის და ხო, როცა ვეუბნებით, რომ აი ეს პრობლემა გადაჭრადია, ამ ქვეყანას არ მართავდეს კრონი კაპიტალისტური ოლიგარქია და კორუფციის ჭაობში არ იხრჩობოდეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ეხა დე ფაქტო შესაძლებელია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაგალითად მედიკამენტები. ხო, სამეურნეო საკითხია ეგ. არ მგონია, რომ სამეურნეო საკითხი იყოს, რომ 100.000 სამეურნეო საკითხებიც არის. მე გეუბნებით იმ ძირითადზე, რაზეც ვსაუბრობთ, ხო? არ არის ეს სამეურნეო საკითხი, 800.000 ადამიანი არ უნდა ირჩევდეს ყოველდღიურ საკვებსა და წამალს შორის და ეს მიღწევადია, რომ რაღაცა ფორმით მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო უზრუნველყოს ის, რომ პირველადი მედიკამენტები მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სამუშაო არის ამ ქვეყანაში პრობლემა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ არ აქვს სამუშაოს.